გადამწყვეტი მოლაპარაკებები ბერლინში გერმანიის დედაქალაქში შეხვედრების მეორე რაუნდი დასრულებულია. დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის გარშემო მიმდინარე განხილვების პროცესში სერიოზულ პროგრესს მიუთითებს უკრაინული მხარე. ზელენსკი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა, ორდღიან შეხვედრებს ესწრებოდა გერმანიის კანცლერიც. ახლა უკვე კონსულტაციები უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს შორის გრძელდება. მედია მთავარ სადავო თემებად დონბასიდან უკრაინის შეერაღებული ძალების გაყვანის და ნატოს წევრობის აკრძალვის საკითხებს ასახელებს. თავის მხრივ მოსკოვი ადასტურებს, რომ ნატოს თემა მისთვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისული შეთანხმება შესაძლოა მოიძებნოს, რასაც გარკვეული პირობების დაკმაყოფილება სჭირდება. 20 პუნქტამდე დაყვანილი გეგმა და ახალი დეტალები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებებიდან ხდება ცნობილი. ექნება თუ არა ტრამპის მორიგ დიპლომატიურ ძალისხმევას ამჯერად მაინც კონკრეტული შედეგი. ქეთი ჩოხელი ბერლინის შეხვედრების შესახებ. ბოლო 2 დღეა ბერლინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს მასპინძლობს. შობის მოახლოებასთან ერთად უკრაინაში ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა სულ უფრო ინტენსიური ხდება, რადგან როგორც ირკვევა დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შობისთვის სურს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერს შორის ბერლინში გუშინ გამართული 5 საათიანი მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდა. მხარეები პროგრესის შესახებ საუბრობენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო. მიღწეული იქნა რეალური პროგრესი. ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოვებს. ამჟამად მედიაში ბევრი ხმაური და ანონიმური სპეკულაციაა. გთხოვთ ნუახყვებით ჭორებსა და პროვოკაციებს. სტივ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით ამერიკული გუნდი უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა დაეხმაროს უკრაინას მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზის პოვნაში. როგორც ჩანს, ერთ-ერთ საკვანძო საკითხზე უკრაინა კომპრომისზე წასვლის მზადყოფნას გამოთქვამს. საუბარია ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმაზე, თუმცა სანაცვლოდ უკრაინის ხელისუფლება უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს ითხოვს, რაც ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი დაცვა იქნება. უკრაინა ითხოვს, რომ დასავლეთის მხრიდან ეს გარანტიები იურიდიულად იყოს გამყარებული. კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთისთვის ფუნდამენტური საკითხია. უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატოში გაწევრიანება. ეს არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ზოგიერთმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი ამ მიმართულებას. ამიტომ დღეს უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენთვის მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები და ევროპელი კოლეგების, ასევე სხვა ქვეყნების, კანადის, იაპონიის უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენს შესაძლებლობას თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი რუსული აგრესია და ეს უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია. ცხადია, ეს საკითხი არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და რა თქმა უნდა ის განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს სხვა საკითხების ფონზე. მუშაობა მიმდინარეობს ამერიკელ მომლაპარაკებლებს, ევროპელებსა და უკრაინელებს შორის. უკვე მას შემდეგ, რაც ისინი დაასრულებენ სამუშაოს თავიანთ ნაწილს, ჩვენ დაველოდებით, რომ ჩვენი ამერიკელი თანამოსაუბრეებისგან მივიღებთ იმ ხედვას, რომელიც დღეს ბერლინში განიხილებოდა. მტკიცეა უკრაინის პოზიცია რუსეთისთვის კიდევ ერთ პრინციპულ საკითხზე, დონბასიდან ძალების გაყვანასთან დაკავშირებით. ზელენსკი თანახმაა საბრძოლო მოქმედებები ამჟამად არსებულ ხაზებზე გაყინოს. დონბასიდან ჯარების გაყვანის შესაძლებლობა კიევმა ამერიკული მხარისთვის გაგზავნილ სამშვიდობო გეგმის თავის ვარიანტში კატეგორიულად გამორიცხა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, სწორედ ეს საკითხი იყო დღეს ბერლინში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი. სააგენტო ფრანს პრესის ცნობით ტრამპის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას ცდილობდნენ, რათა ის პუტინის ამ მოთხოვნის შესრულებაზე დაითანხმონ. დონბასში უკრაინის პოზიციების დათმობას აგრესორის სამომავლო მოქმედებების წახალისებად მიიჩნევენ უკრაინის ევროპელი პარტნიორები. უნდა გვახსოვდეს თუ რატომ უნდათ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება, რადგან მათ არ სურთ, რომ რუსეთი მათ თავს დაესხას. ახლა თუ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან გამორიცხულია, მაშინ ჩვენ უნდა ვნახოთ რა არის უსაფრთხოების ხელშესახები გარანტიები. ეს არ შეიძლება იყოს დოკუმენტები ან დაპირებები. ეს უნდა იყოს რეალური ჯარები, რეალური შესაძლებლობები, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. უნდა გვესმოდეს, რომ დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის. თუ ის დონბასს მიიღებს, მაშინ
მაშინ ციხესიმაგრე დაეცემა და შემდეგ ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას და თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ სხვა რეგიონებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. ამერიკულ-უკრაინული შეხვედრების შემდეგ მოლაპარაკებებს ბერლინში ევროპელი და ნატოელი მოკავშირეებით შეუერთდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ერთობლივი სამშვიდობო გეგმა ფაქტობრივად უკვე მზად არის, თუმცა დონალდ ტუსკი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ეს ძალიან რთულია, რადგან საჭიროებს კომპრომისებს ორივე მხრიდან. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია უპირველეს ყოვლისა უკრაინისთვის. ეძიოს ასეთი კომპრომისი, ამდენი დანაკარგვის, მსხვერპლის მრავალწლიანი გმირული ბრძოლის შემდეგ. თუმცა მე ვხედავ, რომ უკრაინული მხარიდან არის კეთილინება, იპოვოს საერთო მნიშვნელობა. მე არ გავცემ საიდუმლოს თუ ვიტყვი, რომ დოკუმენტი უკვე მზად არის. თუმცა ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ არ გამოვაქვეყნოთ ის ღამემდე. ბევრი ინდიკატორია, რომ ბერლინში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ერთი ნაბიჯით ახლოს ვიქნებით მშვიდობასთან. ბერლინში მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი უკრაინის მხარდაჭერა იყო, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, რაზეც ევროკავშირის შიგნით თანხმობის მიღწევა ჯერ ვერ ხერხდება.